საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეებს საქართველოს მიერ კლიმატურ კრიზისთან გამკლავების მექანიზმები გააცნო და აღნიშნა, რომ გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან $500 მილიონ მეტი გამოიყო. სალომე ქოქიაშვილი ესწრება რიგით 22-ვე კონფერენციას და სწორედ ის გვეტყვის, კიდევ რაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. სალომე, მოგესალმებით და გისმენთ. დღეს დუბაიში შეკრებილი ყველა მსოფლიო ლიდერი საუბრობს იმაზე, როგორი არის მათი ხედვა, მათი ქვეყნების ხედვა გარემოს ზიანის შემცირებასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ გლობალური დათბობა და მის გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად იქნეს, ასე ვთქვათ, დაზღვეული და თავიდან არიდებული. ჩვენ უკვე მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაეროს ტრიბუნაზე, გაეროს კლიმატური ცვლილებების სამიტის ფორმატში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სწორედ საქართველოს ხედვაზე და იმაზე თუ როგორ ხედავს ჩვენი ქვეყანა სამომავლოდ ზიანის თავიდან არიდებას. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უერთდება მსოფლიო ლიდერთა მოსაზრებას მწვანე ენერგიასთან დაკავშირებით, რომ განახლებადი ენერგია ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი სამყაროსთვის და ირაკლი ღარიბაშვილმა ამავდროულად ისაუბრა იმაზეც, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ბიუჯეტიდან $500 მილიონზე მეტი იყო გამოყოფილი სწორედ კლიმატურ ცვლილებებთან და გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლის თვალსაზრისით. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა მოგმართოთ საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით. სურს უღმესი მადლობა გადაუხადო მის უმაღლესობას, შეიჰ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს, გულუხის სტუმართმოყვარეობისა და დუბაიში ამ მნიშვნელოვანი სამიტის მასპინძლობისთვის. არაბთა გაერთიანებული საემიროები მართლაც არის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მოდერნიზაციის, კრეატიულობისა და პროგრესის სამაგალითო ქვეყანა გლობალური მასშტაბით და ახლა ის კლიმატის მდგრადობის ძალისხმევასაც თაოსნობს. ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილების თვალხილული ეფექტი, რომელიც სულ უფრო მძიმდება და დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე, დაჩხარებულ ძალისხმევას მოითხოვს კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ მტკიცეთ მწამს, რომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესენია 2030 წლისთვის გლობალური ემისიების განახევრება და 1,5 გრადუსი ცელსიუსის ზღვრული ოდენობის შენარჩუნება პარიზის შეთანხმების შესაბამისად. ზარალისა და ზიანის ფონდში შენატანების თანამიმდევრული განხორციელება. ჩარჩო სისტემის შემუშავება კლიმატის ადაპტაციის გლობალური მიზნის მისაღწევად. ასევე უნდა შესრულდეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის ძალისხმევის დაფინანსების დაპირება წელიწადში $100 მილიარდი დოლარის ოდენობით. კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის დაფინანსების გაორმაგების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შესრულდეს. საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან $500 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში $300 მილიონ შეადგენს. ჩემი მთავრობა მხარს უჭერს იდეას, რომლის თანახმადაც ევროპა გახდება პირველი კონტინენტი ატმოსფერული ემისიების ნულოვანი ნაშთით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გრძელვადიანი სტრატეგია დავამტკიცეთ ქვეყანაში მცირე ემისიების უზრუნველსაყოფად, ხოლო ნახშირბადისადმი ნეიტრალიტეტი 2050 წლის მნიშვნელოვან სამიზნე ორიენტირად გამოვაცხადეთ. საქართველოს ასევე კისრულობს ვალდებულებას გლობალურ ძალისხმევაში წვლილის შესატანად 2025 წელს წარმოადგინოს ახალი, უფრო ამბიციური ეროვნული გეგმა. ასევე სიამოვნებით აღნიშნავ, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის. თუმცა მისი წილის შემდგომი გაზრდა ჩვენ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს უერთდება გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 22-ვე კონფერენციის გლობალურ დაპირებას განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ. ძვირფასო კოლეგებო, მტკიცედ უჭერ მხარს გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 22-ვე კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნის ხედვას განახლებადი ენერგორესურსების გაზრდის შესახებ, რათა ეტაპობრივად მოხდეს წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება. მიმაჩნია, რომ ოფიციალურმა მოლაპარაკებამ შედეგად უნდა მოიტანოს 2030 წლისთვის განახლებადი ენერგორესურსების გასამაგებისა და ენერგოეფექტიანობის გაორმაგების ვალდებულება. წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების უწყვეტ პროცესთან ერთად.
და ბოლოს იმედი მაქვს, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ვე კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მოვემზადოთ უნიკალური მომენტისთვის და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები, უფრო ნათელი, ჯანმრთელი და მწვანე მომავალი შევუქმნათ მომდევნო თაობებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დღეს გაეროს ტრიბუნიდან კლიმატური ცვლილებების სამიტზე მსოფლიოს დააგდამსრე აუდიტორიას მიმართა ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის იტალიის, ხორვატიის, ბელგიის, საბერძნეთის, ესტონეთისა და სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა. ასევე მოვისმინეთ ძალიან ბევრი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს შემდგომში მსოფლიო, როგორი ერთიანი უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება. უნდა ითქვას, რომ თავად ეს ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი ეს არის პარიზის შეთანხმება. შეთანხმება, რომელზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და რომელსაც საბოლოოდ 196-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს იმ სამოქმედო ნაბიჯებს, როგორ უნდა შეჩერდეს გლობალური დათბობა. ამ დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ გრადუს ნახევარზე მეტს არ უნდა აღემატებოდეს ტემპერატურის მატება 2030 წლისთვის და ამ სამისათვის ქვეყნებმა 50%-მდე უნდა შეამცირონ მავნე ნივთიერებების გამოყოფა. ყოველწლიურად შესაბამისად 196 ქვეყნის ხელმომწერი ქვეყნის ლიდერი იკავებს ტრიბუნას იმისთვის, რომ ანგარიში ჩააბაროს მსოფლიოს რა გააკეთეს მათმა ქვეყნებმა ამ დოკუმენტის შესასრულებლად. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი ლიდერისგან მოვისმინეთ ის, რომ გასული წლის რეკორდულად ცხელი ზაფხულის პირობებში არაერთმა ქვეყანამ მიიღო ძალიან სერიოზული ზიანი, იყო ეს წყალდიდობები, ტყის ხანძრები, მეწყერები თუ ასე შემდეგ და რომ ყველა მათგანს, ყველა ასეთ ტრაგედიასთან ახლავს თავისი სტატისტიკის უკან კი დგანან ადამიანები, კონკრეტული ტრაგიკული ისტორიები. შესაბამისად დღეს ყველა ლიდერი, რომელსაც ეკავა გაეროს ტრიბუნა, თანხმდებოდა იმაზე, რომ ახლა აღარ არის გადავადების დრო, ახლა სწორედ დგება მოქმედების დრო იმისათვის, რომ პლანეტა გადარჩეს. ჩვენ შევიკრიბეთ დუბაიში გადამწყვეტ დროს. ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც დაპირებები და სიტყვები მოქმედებებად უნდა ვაქციოთ. ახლა ყველაზე დროულია პრობლემების ნაცვლად მათი გადაჭრის გზებზე ვილაპარაკოთ. ახლა სწორედ იმის დროა, რომ შიშის ნაცვლად იმედზე ვისაუბროთ. იმისთვის, რომ მიზნებს მივახციოთ, ამ ბორტზე ყველა გვჭირდება: მთავრობები, ხალხი და კერძო სექტორი. სამიტი გრძელდება სულ ცოტა ხნის წინ შეკრებილ საზოგადოებას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიმართა, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ რას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები და როგორი იქნება შტატების მონაწილეობა ამ გლობალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში. საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც კამალა ჰარისმა აღნიშნა და მანაც თქვა, რომ რა თქმა უნდა ახლა არის ერთიანობის დრო საიმისოდ, რომ მსოფლიო ნომერ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანდეს. სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა დუბაიდან პირდაპირ ეთერში.